ჩვენთან არის ღმერთი. წინა კვირას თქვენ გეხსომებათ ჩვენ შეძლების დაგვარად ახსენით და გავმარტეთ იგავი, რომელსაც ეწოდებოდა იგავი მდიდარსა და გლახაკ ლაზარეზე. და მაშინ თქვი ჩვენ, რომ ეს იგავი არის სარკის მაგვარი, რადგანაც ასახავდა მდიდრის სულიერ სიღარიბეს, რაც ლაზარესთან ხორციელ სიღარიბეში გამოიხატებოდა, ხოლო პირიქით ლაზარეს სიგლახაკე ხორციელი იყო გამომსახველი სულიერი სიღარიბისა იმ მდიდარი კაცის. აი დღევანდელ დღეს ჩვენ წავიკითხეთ არა იგავი, არამედ ნამდვილი ამბავი სახარებიდან, ცნობილი ამბავი ძალიან, ღადარინელი ეშმაკეულის განკურნებისა. და აი ამ თხრობასაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ სარკის თხრობა და მამხილებლობითი თხრობა სახარებისეული. რატო არის მამხილებლობითი და სარკე რატო არის ამ შემთხვევაშიც? ამას ცოტა მოგვიანებით შევეხებით, მაგრამ თხრობა ძალიან ზოგადი სახარებისა არის შემდეგი, რომ მაცხოვარი ჩადის ერთ-ერთ ადგილას, სახელად ღადარინელთა ქვეყანა და შეეგებება მას ეშმაკით დაავადებული შეპყრობილი კაცი, რომელიც დარბის და ჯაჭვებით ვერ აბავენ და თუ დააბავენ წვეთს ამ ჯაჭვებს და როდესაც მაცხოვარს შეეგებება, ეუბნება ასეთ საინტერესო სიტყვებს. რაი ძეს ჩემი და შენი იესო ძეო ღვთისაო მაღლისაო გევედრები ნუ მტანჯავ მე. აი ეს თხრობა განკურნავს ამ ეშმაკეულ ადამიანს, ჭკუაზე მოვა ეს ადამიანი და დამოწაფებას თხოვს, იმდენად გაქრისტიანდება შეიძლება ვთქვათ. მაგრამ უცნაური მომენტი რა არის ახლა? იმ ღადარინელთა ქვეყანაში ეს კაცი ხო არ ცხოვრობდა მხოლოდ. ეს კაცი აწუხებდა მოსახლეობას ქალაქებისა თუ სოფლებისა. და რო დაინახეს ღადარინელებმა ასეთი სასაული, იმის ნაცვლად, რომ თქვან ჩვენთან დარჩი, ჩვენთან იყავი. აი გახსოვთ ერთი მომენტი, როდესაც მაცხოვარმა დააპურა 5,000 კაცი 5 პურით, მაშინ მოსახლეობა ეუბნება, რომ ჩვენთან დარჩი შენ. რადგანაც გამეფება უნდათ მისი. მაგრამ მოშორდა მაცხოვარი მათ, იმიტომ რომ დედამიწაზე მეფობისთვის არ მოვიდა. ეს სხვა სალაპარაკოა, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუგონარი მომენტია. დაინახეს ასეთი სასაული და იმის ნაცვლად, რომ თქვან ჩვენთან დარჩი, ჩვენთან იყავი, რადგანაც შეიძლება სხვაც გვყავდეს ჩვენ მსგავსი. სხვა სახარებაში, აი მათესთან და მარკოსთან, აქ არის ორი ეშმაკეულზე საუბარი. ლუკასთან ერთია მხოლოდ, იმიტომ რომ უპირატესი, უმძვინვარესი ეს კაცი იყო და ამაზეა ხაზგასმა გაკეთებული. და შესაძლოა სხვა ეშმაკეულებიც იყვნენ ამ მხარეში. მაგრამ არ ეუბნებიან ეს ადამიანები, ღადარინელები, რომ ჩვენთან დარჩი. იმიტომ შეეშინდათო. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მათი სარკე. რა მდგომარეობაში იმყოფება ის ხალხი და ხშირად ჩვენც მსგავსად როცა ვცხოვრობთ. რატოა სარკე? საკითხავია, ვინ უფრო ეშმაკისეულია და მაგიტო. კაცი შეპყრობილი მიდის მაცხოვართან და ადამიანის ღაღადის, რომელიც უნდა თქვას კაცმა, ადამიანმა უნდა თქვას. ამ შემთხვევაში
ჩვენ რას ვუყურებთ? ამ ღაღადის, ამ შეძახილს, ამ აღიარებას თუ გნებავთ. ეშმაკები ამბობენ, ადამიანები ჩუმად არიან. აი პარადოქსი. ადამიანთა სათქმელი ეშმაკის სათქმელი ხდება. ხა სხვა მდგომარეობა და სხვა სალაპარაკო ეშმაკი რო რაღაცას დებს ამ სათქმელში ეს გასაგებია. ხშირად ხვდები ჩვენ ახალი აღთქმის და ძველი აღთქმის ფურცლებზე, სადაც ეშმაკის სიმართლეს ლაპარაკობს, მაგრამ სხვა რამეა დაფარული მასში. აი მაგალითად პითონით შეპყრობილი ქალი, როდესაც დასდევს პავლე მოციქულს, ეუბნება თქვენ ესენი არიან ცოცხალი ღმერთის მოწაფეები და ესენი გასწავლიან ცხოვრების გზას. პითონი ამ შემთხვევაში არის ეშმაკისეულის სული, რომელიც ამ ქალში იყო. რაღაცა წინასწარ მეტყველებდა და ჩხიბაობდა ეს ქალი და ასეთი რამე თქვა პავლე მოციქულთან დაკავშირებით. ხა რა იყო ჩადებული ეს სხვა საკითხებია. ამ შემთხვევაშიც რა არის ჩადებული მაცხოვართან დაკავშირებით ეშმაკისეული კაცი, ესე სხვა საკითხია. ამაზე არ არის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჩადებული, ის რაც ეშმაკისეულმა თქვა, ეს ხო სწორი სიტყვებია. რაი ძეშ ჩემი და შენი იესო ძეო ღმრთისაო მაღლისაო. აღიარებაა ძე ღმერთისა. ეს თქვენ გახსოვთ პეტრე მოციქულმა აღიარა თავის დროზე. შეხარ ძე ღვთისა ცხოველისაი. და აი პარადოქსი რო ვთქვით. რა მდგომარეობაში იმყოფება ხალხი, ღადარინელი ხალხი. ეშმაკები აღიარებენ ძე ღვთისად, მათ სათქმელს ისინი ლაპარაკობენ და თვითონ უარყოფენ ღმერთს ფაქტობრივად. არა ჭირდებათ ღმერთი. და რატოა გაუგონარი მომენტი ეს? იმიტომ რომ განკაცებისას ძე ღმერთმა შეიმოსა ადამიანური ბუნება და მოვიდა ერთადერთი მიზნის გამო, რათა ცოდვისაგან, ეშმაკისეული ტყვეობისაგან გამოეხსნა კაცობრიობა. ადამიანთათვის მოვიდა მხოლოდ და მხოლოდ. ის არ მოსულა ანგელოზებისათვის. ის არ მოსულა, რათა გამოეხსნა ეშმაკი ტყვეობიდან. თუმცა ამას ამბობდა ორიგენე, ესეთი მესამე საუკუნის დიდი მოძღვარი თავის გაქანებისა, ძალიან დიდი, ისეთი დიდი, რომ მთელ თაობებში გავლენა ჰქონდა. 3 საუკუნის განმავლობაში ორიგენეს პრობლემა იდგა ეკლესიის წინაშე, კაბადოკიელი მამებიც კი სწავლობდნენ მისგან. მაგრამ ჰქონდა ესეთი დამახინჯება, რომ განკაცებისას მაცხოვარმა მიიღო ადამიანური ბუნება, გასაგებია, მაგრამ მხოლოდ ადამიანთათვის კი არ მოვიდა, არამედ უნდა გამოეხსნა ეშმაკიც კი საუკუნო პრობილებისაგან. ჯოჯოხეთიდან უნდა აღმოეყვანა ეშმაკიც. და ამ სწავლებას ორიგენესას ეწოდება აპოკატასტაზისი, სპეციალური ტერმინია ღვთისმეტყველებაში, რომელიც ნიშნავს კვლავ აღდგინების თეორია. კვალად გებაი ძველ ქართულში ასე იყო. ესე იგი, დაბრუნება იმ მდგომარეობაში, რაც დაკარგეს ანგელოზებმა, ადამიანებმა, ეშმაკებმა და ასე შემდეგ. ეშმაკი ხომ ყოფილი ანგელოზია. ასე რომ ორიგენესთან ჩვენ ხვდებით ამას. კი. ეს გულმოწყალებიდან გამომდინარე კი არ იყო. ეს ძალიან დიდი საკითხია, ხლა ამის გაშლას ჩვენ აქ არც არის სალაპარაკო ამბიონიდან, იმიტომ რომ ეს სუფთა საღვთისმეტყველო თემაა. ეს სალექციო მიმართულებისა უფრო მეტად ვიდრე საქადაგო. მაგრამ ძალიან ზოგადად ამას შევეხებით, რომ ორიგენეს თეორიის მიხედვით ერთ-ერთი ანათემა რო დაიმსახურა, მუხლი იყო ასეთი, მისი სწავლება ეშმაკის ცხონებასთან დაკავშირებით. ანუ აპოკატასტაზისი, ორიგენისეული. ხო, რას ვამბობთ ახლა, რატო ვამბობთ ამას? ღმერთი რომ განკაცდა, მიიღო ადამიანური ბუნება. მას არ მიუღია ანგელოზური ბუნება, ეშმაკისეული მით უმეტეს.
ადამიანთათვის მოვიდა და რას ვხედავ ჩვენ? იმის ნაცვლად, რომ კაცობრიობამ აღიაროს იგი ცოცხალი ღმერთის ძეთ, უზენაესის ძეთ, მათ სათქმელს ლაპარაკობენ ეშმაკები. რა მძიმე მდგომარეობაა, რა სიმახინჯია სულისა. თან რას ხედავენ ეს ადამიანები? ეს ღადარინელები რას ხედავენ? პრობლემა მოსილდათ მათ. ამხელა პრობლემა იყო მთელ მხარეში, ჩვენ არ ვიცით რამდენი ქალაქი და რამდენი სოფელი იყო იმ ქვეყანაში, მაგრამ ხომ რამოდენიმე იქნებოდა. და წერია, რომ იმდენად შემაწუხებელი იყო ამ კაცის საქციელი, რომ ჯაჭვებით აბავდნენ და საფლავებში ცხოვრობდა, სადაც უწმინდურება იყო, ებრაელთათვის მიცვალებული არის უწმინდური და შესაბამისად საფლავი არის უწმინდური. აი ამ საფლავებში ცხოვრობდა ეს კაცი. დარბოდა, წვეთდა ამ ჯაჭვებს. რამდენს სახში შეუვარდებოდა ალბათ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცა მოეკლა კიდეც. ამხელა შველა იგრძნეს ადამიანებმა და იმის ნაცვლად, რომ მადლობა და ჩვენთან იყავი, ფორმალურად მაინც რომ ეთქვათ, აბსოლუტურად უარყოფენ. ჩვენ არ გვჭირდები შენ. ჩვენ სხვა რაღაცები გვინდა. რაში გვჭირდება ისეთი ღმერთი, ღორები დაგვიხოცა ჩვენ. შემოსავლის წყარო იყო ამათი. თვითონ არ ჭამდნენ შეიძლება, მაგრამ წარმართებისადმი იყიდნენ ამას. და რაში გვჭირდება ასეთი? ეშმაკეული რო განკურნა, კარგია. შეიძლება მეტიც განკურნა, ვიდრე ამ სახარებაშია ნათქვამი. მაგრამ თვითონ არანაკლებ ეშმაკეულები არიან ესენი. იმიტომ რომ ვერცხლის მოყარეობის ვნებით არიან დაავადებულები. და ეს არის მათი ღმერთი. და ცოცხალი ღმერთი რაში ჭირდებათ? აი ეს მდგომარეობა იყო ღადარაში. ღმერთმა მოგცეს, რომ ჩვენც ასეთ მდგომარეობაში არ ვიყოთ, რომ ჩვენი სათქმელი ეშმაკებმა ილაპარაკონ. თორე ისინი თუ ილაპარაკებენ, მაშინ ჩადებული ყოველთვის მზაკრობა იქნება. დღეს რასაც ჩვენ უყურებთ საზოგადოებაში, მზაკრობა არის სიმართლის ნიღბით გავრცელებული. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეს. სანამ კაცს თავიდან ბოლომდე არ შევისწავლით, რა სიმართლესაც არ უნდა ლაპარაკობდეს ის, ყოველთვის ვიცოდეთ, რომ შეიძლება რაღაცა მზაკრობა იყოს ჩადებული ამაში. გარეგნული სიმართლეს არ გულისხმობს. სანამ ბუნებითი სიმართლე არ იქნება ამ ადამიანისა, ჩვენი თუ სხვისი. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება. დაგლოცოთ ღმერთმა და ჯვარი გეწეროთ. გამრჩეველობის უნარი მოგცეს ფალმა.